Გვთავაზობთ პასტორ ჯონ მაკარტურის ქადაგებების ციკლს. ესაია წინასწარმეტყველის წიგნის 53 თავზე. ციკლი მოიცავს 10 ქადაგებას. პირველ ქადაგებას, რომელსაც დღეს შემოგთავაზებთ, ჯონ მაკარტურმა დაარქვა იეჰოვას გასაოცარი მსახური და ჩაატარა Grace to You Church-ში 2012 წლის 1 აპრილს. ქართულად გადათარგმნა და აუდიო ჩანაწერი მოამზადა ხათუნა ჯინჭარაძემ. იეჰოვას გასაოცარი მსახური. ესაია წინასწარმეტყველის წიგნი 53 თავი. დღეს მსურს გთხოვოთ, რომ გადაშალოთ თქვენი ბიბლია ესაია წინასწარმეტყველის წიგნის 53 თავზე. ჩვენ ვიწყებთ ძველი აღთქმის წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი მონაკვეთის შესწავლას. ეს გახლავთ ძველი აღთქმის ტექსტებიდან პირველი მონაკვეთი, სადაც შეგვიძლია ქრისტეს მოძებნა. უნდა გაგაფრთხილოთ, რომ დღევანდელი ქადაგების რეალობა ისეთი გახლავთ ძმებო და დებო, რომ თავს იგრძნობთ მაგისტრატურის სემინარიის უფროს კურსზე, რადგან მე ვთვლი, რომ უნდა მოგაწოდოთ წმიდა წერილის ამ მონაკვეთის ისტორია, საფუძველი და სტრუქტურა, რათა თქვენ შეძლოთ ამოხაპოთ ამ ტექსტიდან მთელი ის სიმდიდრეები, რათა გაიგოთ მისი კონტექსტი. მე მოსმენილი მაქვს უამრავი ქადაგება ესაიას წიგნის 53 თავზე, მაგრამ დღეს აქ ბევრად უფრო მეტს მოისმენთ. ქადაგებების ეს სერია შესაძლოა უფრო ხანგრძლივი გამოდგეს და რამოდენიმე თვეს გაგრძელდეს და იმისათვის, რომ საღვთო წერილის ეს წარმოუდგენელი მონაკვეთი გამოვლინდეს მთელი თავისი სისრულით, რათა შეძლოთ მასში დაინახოთ ყველაფერი, რაც ბიბლიის ამ გასაოცარ თავშია წარმოდგენილი, ნება მომეცით დღეს შემოგთავაზოთ ეგრეთ წოდებული შესავალი ქადაგება, ასე რომ დღეს თქვენ უნდა მოირგოთ მეცნიერის მანტია, სერიოზულად და გააზრებულად დაფიქრდეთ მოცემულ ტექსტზე და შესაძლოა დღეს თქვენს თავზე რაღაც გარკვეული დატვირთვაც იგრძნოთ. დღეს ჩვენ შევამოწმებთ თქვენი მყარი დისკის ტევადობას, თუ რამდენ გიგაბაიტს დაიტევს ის. თუმცა ერთი CD ან MP3 ფაილი საკმარისი იქნება იმისათვის, რომ მთელი ქადაგება მომავლისთვის შემოინახოთ. ამიტომ ამ ჩანაწერის ხელახლა მოსმენაც შეგიძლიათ, რათა მომავალში უკეთ იქნას ათვისებული. როდესაც ვიწყებთ 53 თავის შესწავლას, უნდა აღვნიშნო, რომ ეს მონაკვეთი იწყება 52 თავის 13 მუხლიდან. ამიტომ როდესაც ვამბობთ, რომ ვაპირებთ ესაია წინასწარმეტყველის წიგნის 53 თავის შესწავლას, საუბარს ვიწყებთ 52 თავის 13 მუხლიდან. ეს არის 15 მუხლისგან შემდგარი მონაკვეთი, რომელიც იწყება 52 თავის 13 მუხლიდან. ეს გახლავთ ერთი მთლიანი ტექსტი. როგორ ვისურვებდი, რომ მეცნიერები, რომლებიც ბიბლიას თავებად ყოფენ, 53 თავს წინა თავის 13 მუხლიდან იწყებდნენ, რამე თუ 13 მუხლი საფუძველს უყრის ყველაფერ იმას, რაც 53 თავში დაწვრილებითაა აღწერილი. თუ უკვე დიდი ხანია მორწმუნენი ხართ, ცხადია წმიდა წერილის ამ ნაწილს იცნობთ და ეს სწორია. წარსულში ბევრი მეცნიერი მას მეხუთე სახარებას უწოდებდა. მეხუთე სახარება, რომელიც მათეს, მარკოზის, ლუკას და იოანეს სახარებების გვერდით უნდა განთავსდეს. ჯერ კიდევ მეხუთე საუკუნეში ავგუსტინემ თქვა, ეს წინასწარმეტყველება არ არის, ეს სახარებაა. პოლიკარპემ, მოციქულ იოანეს მოწაფემ და მეგობარმა ამ მონაკვეთს ძველი აღთქმის ქრისტეს ვნების ოქროს წიგნი უწოდა. თავად მარტინ ლუთერმა კი თქვა, ყველა ქრისტიანს უნდა შეეძლოს მისი ზეპირად გამეორება. ასე რომ, თქვენ უკვე გააქვთ საშინაო დავალება. შეისწავლეთ ესაიას წიგნის შემდეგი მონაკვეთი 52 თავის 13 მუხლიდან 53 თავის 12 მუხლამდე
და თქვენი დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში შეძლებთ ამ წყაროდან კურთხევის მიღებას. შესაძლოა, რომ თქვენ უკვე იცით ეს მონაკვეთი, თუ კი ოდესმე სწავლობდით საღვთო წერილს. გერმანელმა მეცნიერებმა 1866 წელს დაწერეს, რომ შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ეს ტექსტი გოლგოთას ჯვრის ქვეშ დაიწერაო. ისინი ამბობდნენ, რომ ამ ტექსტმა მრავალი ისრაელის გაქვავებული გული გაადნო. იგივე გერმანელმა თეოლოგებმა შემდეგ კვლავ დაწერეს. ციტატა: ეს თავი ცენტრალურ ადგილს იკავებს, ეს არის ყველაზე ღრმა და ექსპრესიული გამოკვლევა. სწორედ აქ აჭარბებს ძველი აღთქმის წინასწარმეტყველება საკუთარ თავს. ციტატის დასასრული. წმიდა წერილის ამ მონაკვეთში თქვენ დაინახავთ ყველა ქრისტიანული აზროვნების საფუძველს, მიუხედავად იმისა, რომ ის ძველ აღთქმაშია განთავსებული. ამ მონაკვეთში თქვენ შეხვდებით ფრაზებს, რომლებიც მტკიცედ დამკვიდრდა ქრისტიანულ მეტყველებასა და კომუნიკაციაში. მთელი ისტორიის განმავლობაში წმიდა წერილის ამ მონაკვეთზე უფრო მეტი წიგნი დაიწერა და ქადაგება იქნა წაკითხული, ვიდრე ძველი აღთქმის ნებისმიერ სხვა მონაკვეთზე. მართლაც, ესაიას 53 თავი ებრაული წერილების გულია. ეს არის ეპოქალური მესიანური ბიბლიური წინასწარმეტყველება, რომელიც ძველი აღთქმის ყველა სხვა წინასწარმეტყველებებზე მაღლა დგას. ამ წინასწარმეტყველური ძვირფასი ქვის ბრწყინვალება კიდევ უფრო ნათელი ხდება, როდესაც მის კონტექსტს განვიხილავთ, ასე რომ მზად გქონდეთ თქვენი ბიბლია, რადგან ჩვენ ერთად შევეცდებით ამის გარკვევას. სურს მთის მწვერვალიდან წარმოგიდგინოთ, თუ რაზეა აქ საუბარი. ესაიას წიგნი ორ ძირითად ნაწილად იყოფა. თავები 1-დან 39-ის ჩათვლით და შემდეგ თავები 40-დან 66-ის ჩათვლით. ეს წიგნი, რა თქმა უნდა, ძველი აღთქმის ძალიან დიდებული წიგნი გახლავთ. ის დაიწერა დაახლოებით ძველი წელთა აღრიცხვით 680 წელს, რაც ქრისტეს დაბადებამდე დაახლოებით 700 წლით ადრეა. წიგნის პირველი ნახევარი, თავები 1-დან 39-ის ჩათვლით, მომავალ სამსჯავროსა და ტყვეობაზე საუბრობს. ეს მოიცავს 39 თავს, რომლებშიც ღმერთი წინასწარმეტყველ ესაიას მეშვეობით ისრაელზე გარდაუვალ სამსჯავროზე საუბრობს, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა შესრულებულიყო და ესეც მოხდა. ეს შესრულდა ამ წიგნის დაწერიდან 100 წელზე ნაკლები დროის პერიოდში, ბაბილონის ტყვეობის პერიოდში, როდესაც ერთადერთი გადარჩენილი სამხრეთის სამეფო იუდა ასევე ბაბილონის ტყვეობაში აღმოჩნდა. რადგან იმ დროისთვის 720 წელს ჩრდილოეთ სამეფო უკვე დატყვევებული იყო, ესაია წინასწარმეტყველის წიგნის პირველ 39 თავში სამხრეთ სამეფოს მომავალ ტყვეობაზეა ლაპარაკი. გარდა ამისა, ის ასევე შეიცავს გაფრთხილებას მომავალ ღვთის სამსჯავროს შესახებ ყველა ასაკისა და დროის ცოდვილებზე. ასევე მიანიშნებს საბოლოო და შეუქცევად ესხატოლოგიურ დიდი განკითხვის დღეზე. მაგრამ პირველ რიგში თავები 1-დან 39-ის ჩათვლით, ძირითადად მოგვითხრობენ განკითხვასა და ტყვეობაზე, იგულისხმება ბაბილონის ტყვეობა და უფრო ფართო კონტექსტში მოგვითხრობენ ცოდვილთა განკითხვაზე უკანასკნელ დღეებში, ანუ კაცობრიობის საბოლოო განკითხვაზე. განკითხვაზე და ტყვეობაზე საუბარი ბაბილონის ტყვეობაზე მიუთითებს, ხოლო უფრო ფართო კონტექსტში ლაპარაკია უკანასკნელ ჟამს ცოდვილთა განკითხვაზე, კაცობრიობის საბოლოო განკითხვაზე. ამრიგად 39 თავი მთავრდება გამოცხადებით ისრაელის მომავალ განკითხვაზე, რომელიც ბაბილონის ტყვეობაში გამოვლინდა, როდესაც ისრაელიანებს ბაბილონში ტყვეობაში წაასხამენ. წავიკითხოთ მე-6 და მე-7 მუხლები. აჰა, მოდის დღეები, ნათქვამია მე-6 და მე-7 მუხლებში. აჰა,
დადგება ჟამი და ყველაფერს, რაც სახლში გაქვთ და რაც შენს მამა-პაპას დღემდე მოუხვეჭავს, ბაბილონში წაიღებენ, აღარაფერი დარჩება, ამბობს უფალი. წაასხამენ შენს შვილებსაც, რომელნიც შენგან გამოვლენ, რომელთაც შენ წარმოშობ და საჭურისებად გახდიან ბაბილონის მეფის სასახლეში. ეს არის ნათელი წინასწარმეტყველება ბაბილონის ტყვეობაზე, რომელიც 603 წელს დაიწყო, დაახლოებით 80 წლის შემდეგ, რაც ესაიამ იწინასწარმეტყველა. მან იწინასწარმეტყველა, რომ ეს აუცილებლად ახდებოდა და ასეც მოხდა. 3-ჯერ, 603, 597 და 586 წლებში ებრაელები გადაასახლეს და ბოლო გადასახლების შემდეგ მათ სამშობლოში დაბრუნება მხოლოდ 70 წლის შემდეგ მოახერხეს. ამიტომ თამამად შეიძლება დავასახელოთ წინასწარმეტყველების პირველი ნაწილის ავტორად თავად ღმერთი, რადგან ისტორიამ დაადასტურა, რომ ყველაფერი სიტყვა-სიტყვით ახდა. მაშა სადამე მივადექით წინასწარმეტყველების მეორე ნაწილს, დარჩენილ 27 თავს 40-დან 66-ის ჩათვლით. ამ მეორე ნაწილის მთავარი თემაა მადლი და ხსნა. მადლი და ხსნა. ეს 27 თავი, დაწყებული მე-40 თავიდან, წარმოადგენს ძველი აღთქმის წინასწარმეტყველების ყველაზე დიდებულ და გაჯერებულ ნაწილს. არსებითად, ეს გახლავთ ერთი მთლიანი წინასწარმეტყველება, დიდებული ხილვა, დიდებული გამოცხადება ხსნის შესახებ მომავალ მესიაში. ეს გასაოცარია, ეს მომხიბვლელია, ეს ყოვლის მომცვლელია. ეს მოიცავს არამხოლოდ ისრაელის დახსნას ბაბილონის ტყვეობიდან, არამხოლოდ ცოდვილთა ხსნას ცოდვებისაგან, არამედ ერების ხსნას წყევლისგან და ამაღლებას მესიის სამფლობელოში. ამიტომ მას რამდენიმე შემადგენელი ნაწილი აქვს. პირველი ნაწილი მოგვითხრობს ისრაელის სამსჯავროს, ცოდვილთა სამსჯავროსა და საბოლოო სამსჯავროს შესახებ. მეორე ნაწილი გვეუბნება ისრაელის ხსნაზე, ცოდვილთა ხსნაზე და ხალხთა ხსნაზე. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ის, რომ მეორე ნაწილი, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ, თავები 40-დან 66-ის ჩათვლით, იწყება იქ, სადაც იწყება ახალი აღთქმა. მინდა ერთი წუთით გადახედოთ მე-40 თავს და შეხედოთ ამ საოცარ პარალელს. მე-40 თავში ვკითხულობთ: ანუ გეშეთ ჩემი ხალხი, ამბობს თქვენი ღმერთი. ამგვარად ესაიას წიგნში გარდამტეხი მომენტია, როდესაც წინასწარმეტყველი პირველ 39 თავში მოცემული სამსჯავროს გამოცხადებიდან ღვთისწყალობის ნუგეშსა და ხსნაზე გადადის. წავიკითხოთ: მოუოხეთ გული იერუსალიმს და ახარეთ, რომ დასრულდა მისი ლაშქრობა, რომ მიტევებულია მისი დანაშაული, რომ ორმაგად მიეზღო უფლის ხელით მისი ცოდვებისათვის. შემდეგ კი მესამე მუხლში ვკითხულობთ იოანე ნათლისმცემლის შესახებ წინასწარმეტყველებას. ხმა ღაღადებლისა, უდაბნოში გაამზადეთ უფლის გზა, მოასწორეთ ტრამალზე სავალი ჩვენი ღვთისათვის. რა თქმა უნდა, სწორედ იოანე ნათლისმცემელი მოვიდა და შეასრულა ეს წინასწარმეტყველება. იგი იყო მესიის წინამორბედი ხმა, რომელიც უდაბნოში ღაღადებდა. უდაბნოში გაამზადეთ უფლის გზა, მოასწორეთ ტრამალზე სავალი ჩვენი ღვთისათვის. სწორედ აქედან იწყება ახალი აღთქმა. ახალი აღთქმა იოანე ნათლისმცემლით იწყება. ესაიას წიგნის მეორე ნაწილიც სწორედ მასთან ერთად იწყება და ესაიას ეგრეთ წოდებული სახარების ნაწილის ეს მონაკვეთი იწყება იქ, სადაც ახალი აღთქმა იწყება, ხოლო ესაიას ეს მონაკვეთი მთავრდება იქ, სადაც ახალი აღთქმა მთავრდება. განსაკუთრებული თავისებურება ესაიას 65 თავისა. მივუახლოვდით რა ამ თავის დასასრულს, მე-17 მუხლში ვკითხულობთ შემდეგს. რადგან აჰა, შევქმნი ახალ ცას და ახალ მიწას.
ეს ახალიცა და ახალი მიწა 65 თავის მე-17 მუხლშია და ბოლო თავში 66 თავის მუხლი 22 ვკითხულობთ. რადგან როგორც ახალიცა და ახალი მიწა, რომელთაც შევქმნი, წარდგებიან ჩემს წინაშე, ამბობს უფალი და ასე შემდეგ. სად მთავრდება ახალი აღთქმა? ის მთავრდება გამოცხადების 21 და 22 თავებში, სადაც საუბარია ახალ ცასა და ახალ მიწაზე. ამგვარად, ესაიას ეს ნაწილი იწყება იქ, სადაც იწყება ახალი აღთქმა იოანე ნათლისმცემლის მოსვლით და მთავრდება იქ, სადაც მთავრდება ახალი აღთქმა ახალი ცითა და ახალი მიწით. ამგვარად, ჩვენ ვხედავთ წარმოუდგენელ, დიდებულ პარალელს ამ წინასწარმეტყველებასა და ახალ აღთქმას შორის და ეს ყველაფერი დაიწერა 700 წლით ადრე, სანამ მესია მოვიდოდა ამ წინასწარმეტყველების აღსასრულებლად. მაგრამ ვინ მოიტანს ამ მადლსა და ხსნას? ვინ იქნება ის, ვინც გვიხსნის? პასუხია, უფლის მსახური. ასე ეწოდება მას აქ. ებრაული სიტყვა ებედი შეიძლება ნიშნავდეს მონას ან მსახურს. ის უამრავჯერ გამოიყენება ძველ აღთქმაში. ეს არის ებრაული სიტყვა, რომელიც აღნიშნავს როგორც მსახურს, ასევე მონას. იეჰოვას მსახური. იგი არის ის, ვინც მოიტანს ხსნას. იგი არის ის, ვინც მოიტანს ნუგეშს. იგი არის ის, ვინც მოიტანს ცოდვების მიტევებას. იგი გახლავთ ესაიას წიგნის ბოლო ნაწილის მთავარი თემა. ახლა კი ერთი წუთით გადავხედოთ 53 თავს და მთის მწვერვალიდან შევხედოთ მას. შეხედეთ 52 თავის მე-13 მუხლს. აჰა მსახური ჩემი, ჩემი მორჩილი, ჩემი ებედი, ჩემი მსახური. ეს იგივე სათაურია, რომელიც ადრე იყო ნახსენები ესაია წინასწარმეტყველის წიგნის ამ ნაწილში. ეს არის მეოთხე კონკრეტული წინასწარმეტყველება მსახურის შესახებ. ერთი იყო 42 თავში, მეორე იყო 49 თავში, მესამე წინასწარმეტყველება კი 50 თავის მეოთხედან მე-11 მუხლის ჩათვლით და ეს არის მეოთხე, ეგრეთ წოდებული მსახურის სიმღერა ან მსახურის წინასწარმეტყველება. იეჰოვას მსახურის წარდგენისას წინასწარმეტყველი მოგვიწოდებს, შევხედოთ მას და გაოცებულები დავრჩეთ. ამიტომ, თუ დღევანდელი ქადაგების დასათაურებას დამავალებდნენ, მას იეჰოვას გასაოცარ მსახურს დავარქმევდი. არ ვიცი როგორ დაერქმევა ამ ქადაგების ჩანაწერს Grace to You ვებსაიტზე, მაგრამ მას მე ვუწოდებდი იეჰოვას გასაოცარი მსახური. ეს გახლავთ მესიის შესახებ მთელ ძველ აღთქმაში ყველაზე სრული, ყველაზე ძლიერი და ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცხადება და ის ახლა ჩვენს თვალწინაა წარმოდგენილი. ცოტა ოდენი ისტორიული კონტექსტი. მაგალითად, თუ მეფეთა წიგნებს გადავხედავთ, დავინახავთ, თუ როგორ გვაძლევს ღმერთი გამოცხადებებს საკუთარი თავის შესახებ წინასწარმეტყველების მეშვეობით. გარკვეული გაგებით, მოსე წინასწარმეტყველი იყო. ის ღვთისგან მომდინარე გამოცხადებებს იძლეოდა. მან მესიის, მომავალი წინასწარმეტყველის მოსვლაც კი წინასწარმეტყველა და მასზე მიუთითა. მაგრამ ნამდვილი წინასწარმეტყველური მსახურება სამუელით იწყება. იყვნენ სხვებიც, ვინც ღვთის სახელით ლაპარაკობდნენ და ესეც წინასწარმეტყველური იყო. მაგრამ ოფიციალური წინასწარმეტყველური მსახურება შეიძლება ითქვას სამუელით იწყება. ეს დაახლოებით ძველი წელთა აღრიცხვით 1000 წელს იყო, ანუ ესაიამდე 300 წლით ადრე. წინასწარმეტყველები გამუდმებით ამბობდნენ, რომ დადგებოდა დრო, როდესაც ღმერთი იმეფებდა და იმეფებდა ისრაელზე, ისრაელიდან კი მთელ მსოფლიოზე. სულ ესაა ანბანი. დადგებოდა დრო, როდესაც ღმერთი იმეფებდა და იმეფებდა ისრაელზე, ისრაელიდან კი მთელ მსოფლიოზე. რა თქმა უნდა, კარგად გეცოდინებათ, აქ საუბარია აბრაამისთვის და დავითისთვის მიცემულ აღთქმებზე. ღმერთი იმეფებდა
და იმეფებდა ისრაელსა და მთელ მსოფლიოზე. როგორ? მართალი მეფის მეშვეობით, რომელსაც აბრაამის აღთქმაში თესლი ეწოდება, ხოლო დავითის აღთქმაში დავითის ძე. მართალი მეფის მეშვეობით. ამ მეფეს ისრაელი ცოდვებისაგან უნდა დაეხსნა, ასე რომ ეს ჯერ დროებითი ხსნა უნდა ყოფილიყო, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია სულიერი ხსნა. მას შემდეგ, რაც მოცემული იქნა აღთქმა თესლისა, იმ მეფისა, ჭეშმარიტი მომავალი მეფის შესახებ, რომელიც უბოძებდა ხსნას ისრაელს და ისრაელის მეშვეობით მთელ სამყაროს, ებრაელები მოუთმენლად ელოდნენ მას. მათ სწყუროდათ ასეთი მეფე, ისინი ეძებდნენ ასეთ მეფეს და რა თქმა უნდა, შეგიძლიათ გაიხსენოთ სამუელის ეპოქა, როდესაც ებრაელები მეფეს ელოდნენ. მათ აირჩიეს მეფე სახელად საული. მათ მთელი იმედი საულზე დაამყარეს. შესაძლოა იმედოვნებდნენ, რომ საული იქნებოდა ის მეფე, რომელიც მოვიდოდა და მოიტანდა ხსნას, რომელიც ისრაელს მსოფლიოს მარგალიტად აქცევდა, რომელიც ტახტზე ავიდოდა და ისრაელიდან მთელ მსოფლიოზე იმეფებდა და რომელიც სიმართლისა და მშვიდობის სამეფოს დაამყარებდა. თუმცა საული უარყოფილ იქნა, ღმერთმა უარყო იგი წმინდა რიტუალების შესრულებაში აშკარა ჩარევის გამო. მან გადააბიჯა საზღვრებს, მან თავი ცოდვილ ადამიანად წარმოაჩინა. თუმცა არა მხოლოდ იგი იქნა უარყოფილი, არამედ მის გამო მთელ მის ტომს ჩამოერთვა ისრაელში მეფობის შესაძლებლობა და მაშინ ყველა იმედი დავითზე დაამყარეს. მაგრამ დავითს საკუთარი პრობლემები ჰქონდა. დავითი იმდენად ცოდვილი იყო, იმდენი სისხლი დაღვარა, რომ ღმერთმა ტაძრის აშენების უფლებაც კი არ მისცა. გახსოვთ, დავითმა ნათან წინასწარმეტყველს უთხრა, მე ავაშენებ ტაძარსო. ნათანმა კი უპასუხა, წადი ააშენე. მაგრამ ღმერთი ღამით გამოეცხადა ნათან წინასწარმეტყველს და უთხრა, რატომ მიეცე ამის უფლება? შენ არ მთხოვე და არც მინდა რომ მან ტაძარი ააშენოს ჩემთვის. მისი ხელების სისხლითაა დასვრილი. დავითს საკუთარი პრობლემები ჰქონდა. დავითი ცოდვილი იყო, ამიტომ დავითი ვერ იქნებოდა ის მართალი მეფე. მაგრამ მეფეთა მეორე წიგნის მე-7 თავში ღმერთმა აღუთქვა მას, რომ იგი დავითის ძე იქნებოდა და ყველა იმედი, რა თქმა უნდა, სოლომონზე იყო დამიზნებული. თავიდან ყველაფერი შესანიშნავად მიდიოდა. სოლომონმა გააფართოვა ისრაელის სამეფო საზღვრები და გახდა მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი. არავინ იყო მასზე მდიდარი, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არაა ყველაფერი. მეფობის დასაწყისშივე მან ღმერთს სიბრძნეს თხოვა. ღმერთმა მას დიდი სიბრძნე უბოძა და სოლომონი ყველა წამოწყებაში წარმატებული ადამიანი იყო. საბოლოოდ, სოლომონის ცხოვრება საშინელ ტრაგედიად გადაიქცა. სოლომონის გული ღმერთს ჩამოშორდა, რადგან უამრავი ცოლებისა და ხარჭების მოყვანით, ასობით ქალთან ფიზიკური სიახლოვის დამყარებით, იგი გაერყნა და ვერასდროს გახდებოდა მართალი მეფე. მისი მეფობის დასასრულს მთელი სამეფო დაიშალა და მას ჩრდილოეთი ნაწილი უბრალოდ გამოეყო. გამოყოფის შემდეგ ჩრდილოეთ სამეფოს ყველა მეფე ბოროტი, კორუმპირებული და უკანონო აღმოჩნდა. არც ერთი მართალი მეფე არ ყოფილა მათ შორის. ამასობაში სამხრეთ სამეფო სულ ზღაფავდა და ძლივს გადარჩა, სადაც ბოროტი მეფეების რიგში რამდენიმე მართალი მეფეც გამოერეოდა. ამგვარად ხალხის იმედი იმისა, რომ მეფე ადამიანთა შთამომავლებს შორის იქნებოდა, გაქრა, მაშინაც კი თუ ის დავითის საზარდულიდან იქნებოდა გამოსული. სხვათა შორის, გარკვეულ მომენტში დავითის შტო იმდენად გაიხრწნა, რომ გამეფდა მეფე სახელად მენაშე. ვფიქრობ, რომ გახსოვთ მეფე მენაშე. მე წაგიკითხავთ მენაშეს ეპიტაფიას. აუცილებლად უნდა იცოდეთ ეს. მეორე ნეშტთა 33 თავის მე-9 მუხლი. მაგრამ აცდუნა მენაშე მიუდა და იერუსალიმის მკვიდრნი და იმ ხალხზე უფრო უღმართად იქცეოდნენ, რომლებიც გადააშენა უფალმა ისრაელიანთა წინაშე.
დავითის შთამომავალმა ისრაელი იმ დონემდე მიიყვანა, რომ ხალხი ქანაანელებზე უარესად იქცეოდნენ, იმ ქანაანელებზე, რომლებიც ისრაელმა დედამიწის პირიდან აღგავა. ქანაანელები კი ბოროტი, კერპთაყვანისმცემელი, უღმერთო ხალხი იყო, აი სადამდე მივიდა საქმე. ჩრდილოეთში ყველა მეფე ბოროტი იყო, სამხრეთშიც თითქმის ყველა მეფე ბოროტი იყო, რამდენიმე გამონაკლისის გარდა. მათ ყველამ გადაუხვიეს სამართლიანი მეფობის გზას. ყველა გარკვეულწილად არასაკმარისი შესაძლებლობების აღმოჩნდა. როგორც იცით, სამხრეთში რამდენიმე კეთილშობილი მეფე იყო, მაგრამ ამ ადამიანთაგან ვერცერთმა ვერ შეძლო დიდი ხნის ნანატრი დაპირების შესრულება. სინამდვილეში, ესაიას სიცოცხლე ზუსტად მენაშეს მეფობის დროს დასრულდება, როდესაც მენაშეს ბრძანებით ესაია ხის ხერხით შუაზე გადახერხეს. ამაზე მეტყველებენ წყაროები და ეს ასევე შეესაბამება ებრაელთა მიმართ გზავნილის მე-11 თავის 36 და 37 მუხლებს, სადაც ნახსენებია, რომ ძველი აღთქმის გმირები შუაზე გადაჭრესო და ეს გახლავთ ესაია. რამდენად უვარგისი შეიძლებოდა ყოფილიყო ეს ყველაფერი, ვერც ერთი ადამიანების მიერ არჩეული მეფე ვერ შეძლებდა იმედის ასრულებას. იმ დრომდე, სანამ ესაია ხერხით შუაზე გადახერხეს, როდესაც მენაშემ ტახტი დაიპყრო, ესაია 4 მეფის მეფობის დროს წინასწარმეტყველებდა. თუ სწორად მახსოვს, აზარია, იოთამი, ახაზი, ხისკია. აზარია, იოთამი, ახაზი, ხისკია. გახსოვდეთ, მეფე უზიას სიკვდილის წელს ვნახე უფალი, ეს მე-6 თავია. შემდეგ კიდევ 3 მეფე იყო და ის მთელი ამ წლების განმავლობაში ქადაგებდა და წინასწარმეტყველებდა, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც მენაშე ტახტზე ავიდა, რამდენადაც ისტორიულად შეგვიძლია ვთქვათ, ძველი წელთა აღრიცხვის 686 წელს ესაია შუაზე გადაჭრეს. ამ მოვლენამდე ესაიამ თავისი წინასწარმეტყველური წიგნი ცოტა ხნით ადრე დაასრულა, ასე რომ მან იმედის, მადლისა და ხსნის წინასწარმეტყველება დაწერა ზუსტად იმ მომენტში, როდესაც იუდეა ყველაზე ბნელ პერიოდს გადიოდა. მენაშე გამეფდა და იუდაველები მონობაში წაასხეს. ამაზე უარესი რა შეიძლებოდა მომხდარიყო, ტაძარი განადგურდა, დედაქალაქი მტვრად იქცა. ჩრდილოეთის სამეფო კი სამუდამოდ გაიფანტა ყოველნაირი აღდგენის იმედის გარეშე. შემდეგი იყო იუდა და ამ დროს, როდესაც დავითის შტო ყველაზე საშინელ უკანონობასა და ბოროტებაში იყო ჩაფლული, ღმერთი გამოჩნდა სცენაზე და ესაიას მისცა მართალი მეფის ახალი დიდებული გამოცხადება. ახალი დიდებული გამოცხადება მხსნელზე. შესაძლოა, ეს სწორედ დროის ის მომენტი იყო, როცა ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდათ, არა? სწორედ მაშინ, როდესაც ყველანაირი იმედი გაქრა, როდესაც ისინი ტყვეობაში წაასხეს, ყველაფერი დასრულდა. შემდეგ კი ბაბილონის ალყის სისხლის ღვრა დაიწყო. მაგრამ შემდეგ მოვიდა ამბები, შოკის მომგვრელი ამბები, რომლებმაც გაოცება გამოიწვია, რომ იგი იქნება მეფე. თუმცა ის არა მხოლოდ იმეფებდა, არამედ დაიტანჯებოდა კიდეც. ის იქნებოდა ტანჯული მსახური, ის იქნებოდა არა მხოლოდ ტახტზე მჯდომი მეფე, არამედ ტანჯული მსახურიც და მისი სრული დიდება გამოვლინდებოდა მხოლოდ მას შემდეგ, როცა იგი ამ ტანჯვის გზას გაივლიდა. უფრო მეტიც, იგი დაიტანჯებოდა არა საკუთარი დანაშაულებისთვის, რადგან ის მართალი მეფე იქნება, არამედ სხვების მიერ ჩადენილი ცოდვებისათვის. ეს იქნება ჩანაცვლებითი ტანჯვა. აი ეს ახალი გამოცხადება. მართალი მეფე ტანჯვისთვისაა განწირული, მართალი მეფე სიკვდილისთვისაა განწირული და არა საკუთარი ცოდვებისათვის, არამედ ხალხის ცოდვებისათვის. ის უნდა მოკვდეს, რათა თავისი ხალხის ცოდვების სასჯელი გამოისყიდოს. ის უნდა გახდეს ჩამნაცველი და იწუნიოს სასჯელი ხალხის სანაცვლოდ.
და მიუხედავად იმისა, რომ ეს რეალობა უკვე აისახა ცხოველთა მსხვერპლშეწირვის სახეში, მხოლოდ აქ ამ წინასწარმეტყველებაში ხდება ყველაფერი სრულიად ნათელი. მოდით გავეცნოთ ტანჯვის მსახურს. მოდით წავიკითხოთ ტექსტი დაწყებული 52 თავის მე-13 მუხლიდან. აჰა, წარემართება ჩემს მსახურს, აღიმართება, აიწევა და დიდად ამაღლდება, როგორც განცვიფრდნენ მრავალნი, შენი მნახველნი, რადგან დამახინჯებული იყო მისი პირისახე, ისე როგორც არავისი და მისი იერი ადამის ძისას არ გავდა. ასე შეაშფოთებს ის ბევრ ხალხებს, მეფენი მოკუმავენ მის გამო პირს, რადგან დაინახავენ იმას, რაც არ უამბიათ მათთვის და რაც არ სმენიათ, იმას გაიგებენ. გადავიდეთ 53 თავზე. ვინ ირწმუნა ჩვენს მიერ მოსმენილი და ვისზე გამოჩნდა მკლავი უფლისა? ამბოვიდა როგორც ყლორტი მის წინაშე და როგორც ფესვი ურწყული მიწიდან, არც ტანადობა ჰქონია მას, არც დიდებულება, რომ გვეცქირა მისთვის, არც გარეგნობა, რომ მივეზიდეთ. შესაზიზღი იყო ის და კაცთაგან მიტოვებული, გატანჯული და დასნეულებული. და ჩვენ სახეს ვარიდებდით მას, შესაზიზღი იყო და არაფრად ვაგდებდით. მაგრამ იტვირთა მან ჩვენი სნეულებანი და ჩვენი ტკივილებით გაიტანჯა. ჩვენ კი ვფიქრობდით, რომ ნაგვემი იყო ღმერთის მიერ ნაცემი და წამებული, მაგრამ ის დაჭრილი იყო ჩვენს დანაშაულთა გამო, დალეწილი ჩვენი ურჯულოების გამო. ჩვენი სასჯელი მასზე იყო და მისი ჭრილობებით ჩვენ განვიკურნეთ. ჩვენ ყველანი ცხრებივით გზას ავცდით და თითოეული ჩვენგანი თავის გზას დაადგა და უფალმა მას დააკისრა ყველა ჩვენგანის ურჯულოება. შევიწროვებული იყო და წამებული, მაგრამ არ გაუხსნია თავისი ბაგე, როგორც კრავი დასაკლავად რომ მიჰყავთ და როგორც ცხვარი მის მპარსველთა წინაშე რომ დუმს. პატიმრობიდან და სამსჯავროდან იქნა წაყვანილი და მის მოდგმაზე ვინ ილაპარაკებს, რადგან მოკვეთილ იქნა ცოცხალთა ქვეყნიდან ჩემი ხალხის დანაშაულის გამო განიგმირა. და ბოროტმოქმედებთან მიეცა საფლავი, მაგრამ მდიდრებთან იყო თავის სიკვდილში, თუმცა არ ჩაუდენია მას ძალადობა და სიცრუე არ იყო მის ბაგეში. მაგრამ უფალს სურდა მისი დალეწვა, მისი დასნეულება. თუ დასდებს ის თავის სულს დანაშაულის მსხვერპლად, იხილავს ის შთამომავლობას, გაიგრძელებს დღეებს და უფლისნება მისი ხელით მიაღწევს წარმატებას. თავისი სულის ჯაფისაგან იხილავს ნათელს და დაკმაყოფილდება. თავისი სიბრძნით მრავალთა გაამართლებს ჩემი მართალი მსახური და მათ ცოდვებს ის იტვირთავს. ამიტომ ბევრს მივცემ მას წილად და ძლიერებთან გაინაწილებს ის ნადავლს, იმის სანაცვლოდ, რომ სასიკვდილოდ გაწირა თავისი სული და ბოროტმოქმედებთან შეირაცხა და მრავალთა ცოდვა იტვირთა და დამნაშავეთათვის იშუამდგომლა. ხედავთ აქ ქრისტეს? ამ ერთ თავში ჩვენ ვხედავთ იმის დადასტურებას, რომ წმინდა წერილის ავტორი თავად ღმერთია და იესო მისი აღმსრულებელი. ამ თავში ჩვენ ვხედავთ იესო ქრისტეს სიკვდილის, დაკრძალვის, აღდგომის, ამაღლების, შუამდგომლობის, კორონაციისა და იესო ქრისტეს მეშვეობით მოპოვებული ხსნის ყველა უმცირესი დეტალების შესრულებას. თავად იესო, ახალი აღთქმის მოციქულები და ახალი აღთქმის ავტორები მრავალჯერ კვლავ და კვლავ ახსენებენ ესაია წინასწარმეტყველის წიგნის 53 თავს. თავად იესომაც ახსენა ეს, მოციქულებმაც ახსენეს, ახალი აღთქმის ავტორებმაც არაერთხელ ახსენეს ესაიას წიგნის 53 თავი. ესაიას წიგნის 53 თავი მოხსენიებულია მათეს, მარკოზის, ლუკას, იოანეს სახარებებში, მოციქულთა საქმეების წიგნში, რომელთა მიმართ გზავნილში, აგრეთვე კორინთელთა პირველ და მეორე გზავნილებში, გალატელთა, ეფესელთა,
ტიტეს პირველ გზავნილში, ებრაელთა, პეტრეს პირველ და იოანეს პირველ გზავნილებში. ძველი აღთქმის არც ერთი ტექსტი არ არის ისე ხშირად და ესე დამაჯერებლად გამოყენებული იესო ქრისტესთან მიმართებაში ახალ აღთქმაში, როგორც ეს მონაკვეთი. ახალი აღთქმის ავტორები იმოწმებენ 53 თავის თითქმის ყველა მუხლს. ის შეიცავს სახარების არსს და ქრისტეს უარყოფა ნიშნავს აშკარა ისტორიული მტკიცებულებების უარყოფას, რითაც სრულდება ამ წინასწარმეტყველების ყველა დეტალი. თუმცა, რაც არ უნდა მნიშვნელოვანი და დიდებული იყოს თავად წინასწარმეტყველება, ან მის გარშემო არსებული ისტორია, გაცილებით მნიშვნელოვანია დაისვას კითხვა, რას ნიშნავს ეს ჩემთვის? და ეს გახლავთ სერიოზული შეკითხვა. შეიძლება გაოცდეთ ისტორიით. შეიძლება აღფრთოვანდეთ იმ ადამიანის სიცოცხლის, სიკვდილისა და აღდგომის შესახებ წინასწარმეტყველებების დეტალებით, რომლებიც წარმოთქმულ იქნა ამ ადამიანის დაბადებამდე 700 წლით ადრე. რაც არა მარტო შეიძლება მოხდეს, არამედ ესეც უნდა იყოს. შეიძლება გაოცდეთ ფაქტით, რომელიც ყველასთვის უცნობი იყო. სწორედ ამიტომ წმიდა წერილის ავტორი მხოლოდ ის შეიძლება ყოფილიყო, ვინც იცის მომავალი და ეს გახლავთ ღმერთი, რომელმაც არა მარტო იცის, არამედ განსაზღვრავს კიდეც მომავალს. საჭიროა რომ გავოცდეთ წმიდა წერილის ღვთაებრივი ბუნებით და ეს ნამდვილად საჭიროა. მაგრამ რასაკვირველია, აქ არასდროს არ უნდა გავჩერდეთ, რადგან არსებობს უფრო სერიოზული, უფრო დიდებული საკითხი. რას უნდა ნიშნავდეს ეს თქვენთვის? რას უნდა ნიშნავდეს ეს თქვენთვის და ყველა დანარჩენისთვის? ამიტომ მოდით ახლა ვისაუბროთ ამაზე. ამ უძველესი წინასწარმეტყველების ჭეშმარიტება და მისი იესო ქრისტეში აღსრულება პასუხობს ყველაზე ფუნდამენტურ, არსებით კრიტიკულ კითხვას, რომელიც კი შეიძლება დასვას რომელიმე ადამიანმა. ეხლა ზედსართავს სახელებს დაგაყრით. ეს მონაკვეთი პასუხობს ყველაზე მნიშვნელოვან კითხვას, რაც კი შეიძლება ადამიანმა დასვას. პირველადი კითხვა, ფუნდამენტური კითხვა, სასიცოცხლო კითხვა, ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა, ყველაზე სერიოზული კითხვა, ყველაზე მონუმენტური კითხვა, ყველაზე ყოვლის მომცველელი კითხვა, განსაკუთრებული კითხვა. მას არაფერი აქვს საერთო ჯანმრთელობასთან, სიმდიდრესთან, წარმატებასთან, განათლებასთან, მორალთან, კეთილდღეობასთან, ფილოსოფიასთან, სოციოლოგიასთან, პოლიტიკასთან. ყველაზე მნიშვნელოვან კითხვას, რომელსაც ნებისმიერი ადამიანი დასვამს და რომელზეც პასუხს ეძებს, არაფერი აქვს საერთო იმ კითხვებთან, რომლებითაც დაკავებული ადამიანთა გონება ამჟამად. და თუ თქვენ დღეს Google-ში ძიების განყოფილებაში ყველაზე ხშირად დასმული კითხვების მოძებნას დაიწყებთ, წარმომიდგენია, რომ ათასობით და ათასობით ვარიაციის გამოტოვება მოგიწევთ, სანამ ამ კითხვასთან მიახლოებულს მაინც იპოვით. არადა, ეს პირველი უნდა იყოს. ეს ალბათ ყველაზე აუცილებელი, ყველაზე არსებითი, ყველაზე განმსაზღვრელი და გულწრფელად რომ ვთქვათ, ყველაზე მეტად თავიდან აცილებული კითხვა. ის ყველა სხვა კითხვაზე უაღრესად მნიშვნელოვანია, მაგრამ ამავდროულად საშუალო ადამიანის მნიშვნელოვანი კითხვების სიაში ვერ ნახავთ. რა კითხვაა ეს? კითხვა ასეთია: როგორ შეუძლია ცოდვილს ღმერთთან მართალი გახდეს, ჯოჯოხეთის ტანჯვას თავი დააღწიოს და 64-ის ნეტარებაში შევიდეს? ეს გახლავთ ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა. როგორ შეუძლია ცოდვილს ღმერთთან მართალი იყოს, ჯოჯოხეთის მარადიულ ტანჯვას თავი დააღწიოს და 64-ის მარადიულ ნეტარებაში შევიდეს? აი, როგორ ადგას საკითხი. როგორ შეიძლება ადამიანი ღვთის წინაშე გამართლდეს? რის საფუძველზე შეუძლია წმინდა ღმერთს ცოდვილის მართლად გამოცხადება? აი რაშია საქმე. ეს გახლავთ მსოფლიოში უდიდესი მორალური დილემა. მისმინეთ, ბიბლია სწორედ ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად დაიწერა. გესმით ეს?
ბიბლია სწორედ ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად დაიწერა და ესაიას წიგნის 53 თავიც სწორედ ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად დაიწერა. ბოლოს და ბოლოს ეს კითხვების კითხვაა. ახალი აღთქმის ეპოქაში მილიონობით მონა იყო. ეს მონები დაუნდობლად იჩაგრებოდნენ. რიცხვები ნამდვილად ასტრონომიულია. ზოგი ამბობს, რომ დაახლოებით 15 მილიონი მონა იყო, ზოგი კი 60 მილიონი. დღეს კი ზოგი, განსაკუთრებით ისინი, ვისაც სოციალური საკითხები გულთან ახლოს მიაქვთ, თვლიან, რომ ახალ აღთქმაში უნდა ყოფილიყო განხილული ადამიანებით ვაჭრობისა და იძულებითი შრომის საკითხები, რადგან, როგორც ანტიკური ისტორიიდან იცით, სექსუალური მონობაც აყვავების ხანაში იყო. მონობასთან დაკავშირებული ყველა ძალადობა იმ დროს აშკარად სახეზე იყო. მაგრამ გაოცებული ვარ, რომ მოციქული პავლე, რომელმაც ახალი აღთქმის 27 წიგნიდან 13 დაწერა, იგივე მოციქული პავლე, მას არასდროს არ გაუმახვილებია ყურადღება მონობით გამოწვეულ სოციალურ უსამართლობაზე. პირიქით, მან დაწერა დეტალური ტრაქტატი იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია ცოდვილს გამოასწოროს თავისი მდგომარეობა ღმერთის წინაშე, თავი დააღწიოს ჯოჯოხეთში მარადიულ ბედს და შევიდეს სამოთხის მარადიულ ნეტარებაში. ამ ტრაქტატს, რომელთა მიმართ ეპისტოლე ეწოდება. ესაიას წიგნის 53 თავი ძველი აღთქმის რომელთა მიმართ ეპისტოლეა. რომელთა მიმართ გზავნილი ახალი აღთქმის უდიდესი გამოცხადებაა, რომელიც ამ კითხვას პასუხობს. ყველაფერი დანარჩენი ახალ აღთქმაში, რა თქმა უნდა, ამ კითხვაზე პასუხის ნაწილია, მაგრამ რომელთა მიმართ წერილი მეტად ყოვლის მომცვლელია და კონკრეტულად ამ კითხვაზე პასუხის გაცემაზეა ორიენტირებული. ესაიას წიგნის 53 თავი კი ძველი აღთქმის უდიდესი გამოცხადებაა, რომელიც იმავე კითხვას პასუხობს. სხვათა შორის, ესაია და პავლე ამ კითხვაზე ერთსა და იმავე პასუხს იძლევიან. აი როგორ. ცოდვილს შეუძლია ღმერთის წინაშე მართალი იყოს, თავი დააღწიოს ჯოჯოხეთის მარადიულ ტანჯვას და შევიდეს სამოთხის მარადიულ ნეტარებაში, იმის წყალობით, რომ იეჰოვას მსახური ცოდვილის შემცვლელი გახდა და მის ნაცვლად ღვთის სამსჯავროს განიცდის. ეს არის რომელთა მიმართ ეპისტოლეს მთავარი გზავნილი. ეს არის ესაიას მთავარი გზავნილი. ღმერთმა მთელი თავისი რისხვა ცოდვილთა ნაცვლად შემცვლელ მსახურზე გადმოღვარა. ეს არის 40-66 თავების მთელი არსი. ეხლა კი გაჩვენებთ მის ერთ-ერთ საინტერესო ასპექტს. ამ ნაწილში 27 თავია. დამიჯერეთ, მე-40 თავიდან 66-ის ჩათვლით 27 თავია. ისინი დაყოფილია 3 ქვენაწილად, თითოეულში 9 თავი. 9 და 9 თემატურია. პირველი ქვენაწილი მთავრდება ამ ფრაზით: არ არის მშვიდობა, ამბობს უფალი, ბორო ტეულთათვის. მეორე 9 თავი მთავრდება ამ ფრაზით: არ არის მშვიდობა ბოროტებისთვის, ხოლო მესამე ქვენაწილი თავი 66, მუხლი 24, მსგავსი სამსჯავროთი მთავრდება. და გავლენ და დაინახავენ ჩემგან განდგომილ ადამიანთა გვამებს, რადგან მათი მატლი არ მოკვდება და მათი ცეცხლი არ ჩაქრება და იქნებიან ისინი სისაძაგლეთ ყოველი ხორციელისათვის. სამივე ქვეთავი მთავრდება გაფრთხილებით ბოროტთა სამსჯავროს შესახებ, თუმცა სამივე ქვეთავი ხსნას გვპირდება. ეს არის სახარებისეული მიმდინარეობა. ისინი ხსნას გვპირდებიან და მთავრდება გაფრთხილებით მათთვის, ვინც ამას უარყოფს. სამივე მონაკვეთი მართალთათვის კურთხევასა და მშვიდობაზე საუბრობს და გაფრთხილებაა ბოროტთათვის მშვიდობის არ არსებობის შესახებ. სამივე ქვეთავი გვამცნობს, რომ როგორც მართალთა, ასევე ბოროტთა ბედი სამუდამოდ განსაზღვრულია და მათი ბედის შეცვლა შეუძლებელია. პირველი ქვენაწილი ბაბილონის ტყვეობიდან ხსნას ეხება, მეორე ქვენაწილი ცოდვისგან ხსნას ეხება, ხოლო მესამე ნაწილი, ბოლო 9 თავი, დაწყევლილი მიწის ხსნას ეხება.
მაშა სადამე პირველი 9 თავი ისრაელის ბაბილონის ტყვეობიდან განთავისუფლებას ეხება. შუა ნაწილი, როგორც ადრე ავღნიშნე, ცოდვილთა ცოდვისგან განთავისუფლებას ეხება, ხოლო მესამე ნაწილი დედამიწის წყევლისგან ხსნას, მესიის დიდებული მეფობის ხანას ეხება. ასე რომ ჩვენ შუა ნაწილში ვართ, რომელიც მოიცავს თავებს 59-დან 57-ს ჩათვლით. ეს შუა ნაწილი იკვლევს ცოდვების მიტევების საკითხს და შესაბამისად აქ წამოჭრილია ცოდვისგან ხსნის თემა. არა ბაბილონის ტყვეობიდან დროებითი განთავისუფლება, არა მომავალი ესხატოლოგიური სამეფო, რომელიც მომავალში მოგველის, არამედ ცოდვისგან განთავისუფლება. და ჩვენს წინაშე დგება მნიშვნელოვანი საკითხი. არ გამოგრჩეთ ეს. ამის გულისთვის ღირდა ლოდინი. რატომ სჭირდება ღმერთს თავისი ხალხის ცოდვისგან დახსნა? აი ეს გახლავთ კითხვა. ამაში მდგომარეობდა იუდეველთა პრობლემა. მათ საერთოდ არ სჯეროდათ იმისა, რომ სჭირდებოდათ ყურადღება მხსნელი. მათ სჯეროდათ, რომ უბრალოდ სჭირდებოდათ მართალი მეფე. ისინი ფიქრობდნენ, რომ აბრაამის შთამომავლობის, მათთვის მიცემული აღთქმებისა და დაპირებების წყალობით უკვე შეეძლოთ ყველა კურთხევის მიღება საკუთარი სიკეთისა და რელიგიურობის მეშვეობით, უბრალოდ ყველა რელიგიური ქმედების, ცერემონიისა და რიტუალების შესრულებით, ღვთის კანონის დაცვის მცდელობით, რითაც ღვთის კეთილგანწყობას დაიმსახურებდნენ. ისინი ფიქრობდნენ, რომ ეს ყველაფერი გენეტიკითა და საკუთარი დამსახურებით ჰქონდათ მოპოვებული. ამიტომ ცნობა იმის შესახებ, რომ ხსნელი მოვა, რათა გვიხსნას ჩვენი ცოდვებისაგან, რათა გავნთავისუფლდეთ ჯოჯოხეთის მარადიული ტანჯვისაგან და შევიდეთ 64-ის მარადიულ ნეტარებაში, მათთვის სისულელედ ჟღერდა. მაგრამ ამაოდ დავუბრუნდეთ ესაიას წიგნის პირველ თავს. ესაია ცდილობს იგივე ცნობა მიაწოდოს მათ. თავი პირველი, მუხლი მეოთხე. ვაი ბრალეულო ხალხო, ცოდვით დამძიმებულო ერო, ბოროტეულთა მოდგმავ, წარწყმედილო შვილებო, მიტოვებული ყავთ უფალი, დაგმობილი ყავთ ისრაელის წმიდა, ზურგი შევქცევიათ. მუხლი მეხუთე. სადრა დაგერტყმით კიდევ, ურჩობას რომ აგრძელებთ, მთელი თავი დასნეულებული გაქვთ, გული შეღონებული. როგორც იერემიას მე-17 თავში, უნდოა ყველას გული და უკურნებელი, ვინ შეიცნობს მას. და შემდეგ მე-6 და მე-7 მუხლები. ტერფიდან თხემამდე საღი ადგილი აღარ დაგრჩათ. ყველგან ჭრილობა და წყლული, დაჩირქებული იარები, გამოურწყველი და შეუხვეველი, მალამოთი დაუამებელი. მოოხრებულია თქვენი ქვეყანა, გადამწვარია თქვენი ქალაქები. თქვენს მინდვრებს გადამთილნი ჭამენ თქვენს თვალწინ და მოოხრებულია თითქოს ურდოებს დაერბიოთ. ის გაპარტახებაზე საუბრობს, შემდეგ მე-10 მუხლი. ისმინეთ უფლის სიტყვა, თქვენ სოდომის მთავრებო, ყურად იღეთ ჩვენი ღვთის რჯული თქვენ გომორელებო, რას ვაქნევ თქვენს უზომო საკლავებს, ამბობს უფალი. გამძღარი ვარ თქვენი აღსავლენი ვერძებით და კურატების ქონით. აღარ მსურს მოზვრების, კრავებისა და ვაცების სისხლი. ანუ, მთელი თქვენი რელიგია თვალთმაქცური და უსარგებლოა. რომ მოდიხართ და პირისპირ მეცხადებით, ვინ დაგავალათ ჩემი ეზოების თელმა. მუხლი მე-13. ნუ ღარ მომიტანთ მაგ ფუჭ, შესაწირავს, საძაგელია ჩემთვის საკმეველი, ახალმთვარობები და შაბათები, ჯარობები ვეღარ ამიტანია, უკეთურება და დღესასწაული? სხვათა შორის თავად უფალმა აღუთქვა ისინი. თქვენი ახალმთვარობები და ზეიმები შეიძულა ჩემმა სულმა, ტვირთად დამაწვა, დავიღალე მათი ზიდვით. მუხლი მე-15. ხელებს რომ აღაპყრობთ, თვალს გარიდებთ, ლოცვებსაც რომ მიმრავლებთ, არ ვისმენ, ხელების სისხლითა გაქვთ სავსე. განიბანეთ, განიწმიდეთ, ავისაქმები თვალთაგან განმარიდეთ, შეწყვიტეთ ბოროტის ქმნა, სიკეთის ქმნა ისწავლეთ, ეძიეთ სამართალი, შეეწიეთ ჩაგრულს,
განიკითხეთ ობოლი, ქვრივს გამოესარჩლეთ, მერე მოდით და ცილობა ვყოთ, ამბობს უფალი. მეწამულიც რომ იყოს თქვენი ცოდვები, თოვლივით გასპეტაგდება, ჭია ფერივით წითელიც რომ იყოს, მატყლის ფთილასავით გახდება. მათ ხსნა სჭირდებოდათ, მათთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო ეს. ეს იყო მოჯანყე ხალხი და როგორც უკვე აღვნიშნე, მენაშეს მეფობის ამ გარდატეხის ეტაპზე მათ სასიცოცხლოდ აუცილებლად სჭირდებოდათ ხსნა და გამოსყიდვა. ამიტომ როდესაც ესაიას წიგნის 42 თავში მივადგებით მორჩილი მსახურის განდიდების სიმღერას, ღმერთი გვაძლევს დაპირებას, რომ ის ხსნას მოგვიტანს. 42 თავი. ოჰ, როგორ საწყენია, რომ ამ თავს მთლიანად ვერ წაგიკითხავთ ახლა. მეხუთე მუხლი. ასე ამბობს ღმერთი უფალი, ცათა შემომქმედი და მათი გარდამთხმელი, მიწის გადამშლელი მისი ნაყოფებით ურთ, სუნთქვის მიმნიჭებელი მის მცხოვრებთათვის და სულისა მასზე მივალთათვის. ასე მიმართავს უფალი მორჩილს, რომ მე უფალმა წრფელად მოგიწოდე და ხელი ჩაგჭიდე, შეგინახე და დაგადგინე აღთქმად ერისთვის, სინათლედ ხალხებისთვის. უფალი ეუბნება მესიას, რომ ბრმებს თვალები აეხილოთ, რომ საპყრობილედან გამოვიდნენ ტყვეები და დილეგიდან ბნელში მსხდომარენი. მე ვარ უფალი, ეს არის ჩემი სახელი. ჩემს დიდებას არ მივცემ სხვას და ჩემს ქებას გამოქანდაკებულ კერპებს. აჰა, ამხდარია წინანდელნი და ამიერიდან ახალს გამოგიცხადებთ, ვიდრე აღმოცენდებოდეს გაცნობებთ. მუხლი მეათე. უმღერეთ უფალს ახალი სიმღერა, მისი სადიდებელი ქვეყნის კიდეთაგან, ვინც ზღვაში დახვალთ და ყველამ, რაც მას ავსებს, კუნძულებო და მასთან მკვიდრნო. თავი 43. მუხლი პირველიდან. ახლა ასე ამბობს უფალი შენი შემქმნელი იაკობ და შენი გამომსახველი ისრაელ. ნუ გეშინია, რადგან მეგიხსენი შენ, შენი სახელით მოგიწოდე, ჩემი ხარ შენ. როცა წყლებს გადახვალ შენთან ვიქნები და მდინარეებს არ წაგიღებენ, როცა ცეცხლში შეხვალ არ დაიწვევი და ალი არ მოგეკიდება, რადგან მე ვარ უფალი შენი ღმერთი, ისრაელის წმიდა. რა არის შემდეგი სიტყვები? შენი მხსნელი, მე ვარ შენი მხსნელი, მე ვარ შენი მხსნელი. მუხლი მე-11. მე ვარ უფალი და არავინაა ჩემს გარდა მაცხოვარი, მხსნელი. მუხლი მე-14. ასე ამბობს უფალი, თქვენი მხსნელი, ისრაელის წმიდა. მე ვიქნები შენი მხსნელი, მე ვიქნები შენი გამომსყიდველი. სწორედ ამიტომ იწყება მე-40 თავის ეს ნაწილი ნუგეშით. ანუ გეშეთ, ჩემი ხალხი, ამბობს თქვენი ღმერთი. მოუოხეთ გული იერუსალიმს და ახარეთ, რომ დასრულდა მისი ლაშქრობა, რომ მიტევებულია მისი დანაშაული, რომ ორმაგად მიეზღო უფლის ხელით, მისი ცოდვებისათვის. ხსნა გარდაუვალია. სჭირდება თუ არა ისრაელს ხსნა? დიახ. პირველ თავში დასმული დიაგნოზი მე-6 თავშიც მეორდება, როდესაც ესაიას ღმერთის ხილვა აქვს. იგი ამბობს, ბაგე უწმინდური კაცი ვარ და ბაგე უწმინდურ ხალხში ვცხოვრობ. ესაიამ აღიარა ხსნისა და განწმენდის საჭიროება. მაშას ადამე ცენტრალური განყოფილება 3 ნაწილისაგან შემდგარი 9-თავიანი მონაკვეთებით, პირველი ნაწილი ეხება ბაბილონიდან ხსნას, უკანასკნელი ესხატოლოგიურ ხსნას ღვთის სამეფოში. შუა ნაწილი კი ეხება ღვთის ხალხის, როგორც ებრაელების ასევე წარმართების ცოდვებისაგან ხსნას. და ეს ხსნა მოვა მსახურის, ღვთის მიერ გამოგზავნილი მხსნელის წყალობით. ამგვარად, შუა ქვენაწილი შედგება 9 თავისაგან 59-დან 57-ის ჩათვლით, სადაც ცენტრალურ ნაწილს 52 და 53 თავები იკავებენ, ხოლო 53 თავის შუაგულია მე-5 მუხლი. წავიკითხოთ. მაგრამ ის ჩვენი ცოდვებისათვის იყო დაჭრილი,
ჩვენი უკეთურობებისათვის დალეწილი, მასზე იყო სასჯელი ჩვენი სიმრთელისათვის და მისი წყლულებით ჩვენ განვიკურნეთ. ცენტრალური ქვეთავი, ცენტრალური თავები, თავის შუაგული, ცენტრალური მუხლი. ყველაფერი ფოკუსირებულია და დაიყვანება ჩანაცვლებით მსხვერპლზე, ჩვენთვის განგმირულ იეჰოვას მსახურზე. რა საშუალებით გადაარჩენს ღმერთი თავის ხალხს? როგორ აპატიებს მათ ცოდვებს? თავისი მსახურის, თავისი მონამორჩილის, მესიის, მართალი მეფის ჩანაცვლებითი სამსხვერპლო სიკვდილით. ეს მსხვერპლი აღასრულებს ამ წინასწარმეტყველებას. მეგობრებო, ეს ტექსტი უფალ იესო ქრისტეზე მიგვანიშნებს და ამაში შეუძლებელია ეჭვის შეტანა. თქვენის ნებართვით კვლავ ისტორიას დაუბრუნდები. თავდაპირველად, ანტიკურ ხანაში, ებრაელები ამ წინასწარმეტყველებას მესიანისტურად განმარტავდნენ. ძველ ებრაულ ლიტერატურაში მთელი ეს 53 თავი და მთელი ქვეთავი, 27 თავის შუა ნაწილი, მესიანისტურად აღიქმებოდა. ის სრულიად მესიანისტური იყო და ერთადერთი რაც გაუგებარი იყო ის, თუ როგორ უნდა დატანჯულიყო მესია. არჩევდნენ რა 53 თავს რაბინებმა დაწერეს. ის თანაგვი გრძნობს და თავისი თანატანჯვით აიტანს ჩვენს ტკივილს. ამაზე უკეთესი განმარტება მათ ვეღარ შეძლეს. მათ ესმოდათ, რომ ეს იქნებოდა მესია, რომელიც მათ თანაუგრძნობდათ ტანჯვებში. ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის იქნებოდა მართალი მეფე, რომელიც გულთან ახლოს მიიტანდა მათ უბედურებას, რომელიც დაატყდათ თავს ასეთ კეთილშობილ ხალხს და რომ ისინი ასე მძიმედ იტანჯებოდნენ და იგი შეიგრძნობდა მათ ტკივილს. მათ არ უხილავთ მესიის ჩანაცვლებითი სიკვდილი, მიუხედავად იმისა, რომ მათი ისტორიის მანძილზე ყოველდღე ხედავდნენ ცხოველების ჩანაცვლებითი სიკვდილის დემონსტრირებას. თავიანთ წმიდა წერილებში ისინი მხოლოდ თანაგრძნობას და კვლავ თანაგრძნობას ხედავდნენ. ამ ქვეთავის მსგავსი მესიანისტური გაგება დღემდეა შემორჩენილი გამოსყიდვის დღის იუდაურ ლიტურგიაში. ისინი ასე ამბობდნენ, რომ, ციტატა, საშინელებამ შეგვიპყრო, ვერავინ ვერ გვიხსნის ჩვენ, მან ჩვენი ურჯულოების და დანაშაულების სიმძიმე იტვირთა და ჩვენი ცოდვებისთვის განგმირეს. მას ჩვენი ცოდვები თავის მხრებზე უტარებია, რათა ჩვენ შეწყალებულნი ყოფილიყავით ჩვენი ცოდვებისათვის. მისი ჭრილობებით ვიკურნებით, როდესაც ყოვლად მარადიული აღადგენს მას ახალ ქმნილებაში. წაიყვანე იგი დედამიწის შუაგულიდან, აღადგინე იგი სეირიდან, რათა კვლავ შევიკრიბოთ ლიბანის მთებზე იინონის ხელით. ციტატის დასასრული. იინონი ებრაული სიტყვა, რითიც აღინიშნებოდა მესია. ამრიგად გამოსყიდვის დღეს მათ გადააკეთეს ესაიას წიგნის 53 თავი და შემდეგ დაცილდნენ ტექსტს. ამტკიცებდნენ რა, რომ იგი მხოლოდ თანაგრძნობას გამოხატავდა, ხოლო იდეა იმის შესახებ, რომ თავად მესია მოკვდებოდა? არა, ეგ შეუძლებელი და მიუღებელია. სწორედ ამიტომ მიმართავდა იესო ძველ აღთქმას, რათა ეჩვენებინა თავისი ტანჯვის აუცილებლობა. მოციქულებიც ამას გადაგებდნენ, რადგან ხალხს ეს არ აინტერესებდა. მოусმინეთ, ეს ყველაზე მთავარია და მეტად მნიშვნელოვანია. ეს არის გადამწყვეტი. მათ არ სჭირდებოდათ მხსნელი, მათ არ სჭირდებოდათ ცოდვებისთვის მსხვერპლი. პირად მოგებაზე დაფუძნებულ სისტემაში არავის სჭირდება მხსნელი. მათ მხოლოდ ის სჭირდებოდათ, ვინც თანაგრძნობას გამოიჩენდა. ისინი მიიღებდნენ მას, როგორც თანამგრძნობს. მათ სურდათ მეფე, რომელიც მათ გასაჭირში თანაუგრძნობდათ. შემდეგ კი თავისი თანატანჯვით ყველაფერს მისცემდა, რასაც იმსახურებდნენ. ესეთი იყო ძველი იუდაიზმის შეხედულება. ესეთი იყო ახალი აღთქმის იუდაიზმის შეხედულება. ესეთი იყო ახალი აღთქმის შემდგომი იუდაიზმის შეხედულება. ესეთია თანამედროვე იუდაიზმის შეხედულებაც.
იუდაიზმი არანაირად არ იყო მზად, თავიანთი თავიდან ფეხებამდე ავადმყოფად წარმოეჩინათ, როგორც ეს ესაიას პირველ თავში აღწერილი. ბრალეულო ხალხო, ცოდვით დამძიმებულო ერო, ბოროტეულთა მოდგმავ. ებრაელებს მხსნელი არ სჭირდებათ. თუ თქვენ არ გესმით სრული ცოდვილობის სწავლება და არ გესმით, რომ ვერანაირი საქმეებით ვერ გადარჩებით, მაშინ არც მხსნელი არ გჭირდებათ, რომ გიხსნათ. მაშინ თქვენ თავად იღწვით გადარჩენის მოსაპოვებლად და ნებისმიერი სისტემა, რომელშიც რაღაცის მიღწევაა საჭირო გადასარჩენად, არ ითვალისწინებს ადგილს ჩანაცვლებითი მსხვერპლისთვის გამოსასყიდად. როდესაც უფალი იესო მოვიდა და ეკლესიას ჩაეყარა საფუძველი, მაშინ ეკლესიამ და ახალი აღთქმის ყველა მწერალმა, როგორც უკვე ვთქვი, შეძლეს ესაიას წიგნის 53 თავის ნათლად განმარტება, მაგრამ შემდეგ ეკლესიამ ებრაელებს უქადაგა, რომ იესო ქრისტემ აღასრულა ესაიას წიგნის 53 თავი. მათ არ სურდათ ამის მოსმენა, ამიტომ დევნიდნენ ეკლესიას. როგორც იცით, ისინი კლავდნენ ქრისტიანებს და დღემდე იუდაიზმი, როგორც სისტემა, უარყოფს იესო ქრისტეს და უარყოფს იესო ქრისტეს, როგორც ესაიას წიგნის 53 თავის აღსრულებად. როგორც ადრე წაგიკითხეთ და მეთანხმებით, ტექსტის მოსმენაც კი შთამბეჭდავია, რადგან ნებისმიერი ქრისტიანი, რომელიც ამას კითხულობს, გრძნობს იესო ქრისტეს ძალას. თქვენ უბრალოდ გრძნობთ მთელი შინაგანი არსებით ჯვრის ძალას, რომელზეც იესომ თქვენი ცოდვა თქვენს ნაცვლად აიტანა. მეორეს მხრივ, ამ ტექსტის მკითხველი ებრაელი ხედავს სრულიად განსხვავებულ რამეს. ის ხედავს იქ, ეს არის მათი საყოველთაოდ მიღებული ინტერპრეტაცია ისრაელს. დიახ, ეს არის მათი ტანჯული ისრაელი. ისრაელი ეს ტანჯული მსახურია, რომელიც იტანჯა და იტანჯება და ერთ მშვენიერ დღეს დიდებაში შევა. ისრაელის დიდება მომავალში მოვა, მაგრამ ახლა ის განიცდის ტანჯვას, უსამართლოს და ზოგჯერ დაუმსახურებელს. ეს არის ესაიას წიგნის 53 თავის ებრაული მაამებელი შეხედულება, რომ ისრაელის კეთილშობილი ისრაელიანი ხალხი უსამართლოდ იტანჯება. მაგრამ ერთხელაც ისინი აღდგებიან ისრაელისთვის აღთქმულ დიდებაში და შემდეგ ის მოგვევლინება უდიდეს ერად და აკურთხებენ მთელ მსოფლიოს. ისინი მოიპოვებენ თავიანთ დიდებას რელიგიურობით, თვით გამართლებით და უყურეთრითი ტანჯვით. მაგრამ ესაიას წიგნის 53 თავში მათთვის იესო არ არსებობს. ამიტომ ესაიას წიგნის 53 თავს ზოგჯერ რაბინების წამების დილეგს უწოდებენ. ესაიას 53 თავს ტყუილად არ უწოდებენ რაბინების სანანებელს, რადგან ისრაელის ამ თავში ჩასმა უბრალოდ შეუძლებელია. ისრაელი არასოდეს არ ყოფილა მორჩილი მტანჯველი და ის ახლაც არ არის ნებაყოფლობითი მტანჯველი. ისრაელი არ გახლავთ მართალი, უცოდველი ხალხი, რომელიც უსამართლოდ და სხვის ნაცვლად იტანჯება. ისრაელი უბრალოდ ვერ იქნება ესაიას წიგნის 53 თავის მთავარი გმირი. იქ აუცილებლად უნდა იყოს იესო ქრისტე. მაგრამ აქ მინდა აღვნიშნო რაღაც, რაც შეიძლება სასარგებლო იყოს. ისრაელს, როგორც მაშინ იესოს დროს, ასევე ახლა ჩვენს დროში არ სჭირდება ჩამნაცველი მსხვერპლი. მათ არ სჭირდებათ მსხვერპლად შეწირული მხსნელი. მათ არ სჭირდებათ შუამავალი, რომელიც მათთვის მოკვდება. მათ უბრალოდ სჭირდებათ თანატანჯული მეფე. მათ უბრალოდ მმართველი სურთ. მათ უბრალოდ მეფე სურთ. მათ არ სჭირდებათ მხსნელი, რომელიც მათ ცოდვებს აიღებს. მათ არ სჭირდებათ მხსნელი, რომელიც ღვთის რისხვას დაიტეხავს საკუთარ თავზე მათ ნაცვლად. მათ უბრალოდ სჭირდებათ მეფე, რომელიც იხსნის მათ
ტანჯვისგან, ტკივილისა და უსამართლობისაგან და აამაღლებს მათ სიმაღლეებზე, რაც დაპირებული ჰქონდათ აბრაამისგან დავითისთვის მიცემული აღთქმით და საკუთარი კეთილი საქმეებით. ამიტომ, როდესაც ესაუბრებით ებრაელს, მას უნდა ჰკითხოთ: გჭირდებათ მხსნელი? ქრისტიანობა გთავაზობთ მხსნელს. გჭირდებათ მხსნელი, რომელიც თქვენს ნაცვლად ჩანაცვლებით მოკვდება. გჭირდებათ ვინმე, ვინც ღვთის რისხვას აიღებს თქვენი ცოდვებისთვის. აი ეს გახლავთ კითხვა და ეს გვაბრუნებს ყველა კითხვათა შორის კითხვასთან. როგორ შეუძლია ცოდვილს ღმერთთან მართალი იყოს, თავი დააღწიოს ჯოჯოხეთის მარადიულ ტანჯვას და შევიდეს სამოთხის მარადიულ ნეტარებაში? ერთადერთი პასუხი ასე ჟღერს: მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვინმე სრულად გადაიხდის საფასურს ცოდვებისათვის და ერთადერთი, ვისაც ამის გაკეთება ძალუძს, არის ის, ვინც თავად იქნა არჩეული ჩანაცვლების მსხვერპლის მისატანად, თავად იესო ქრისტე. ფუნდამენტური და ეს მეტად მნიშვნელოვანია, ფუნდამენტური განსხვავება იუდაიზმსა და ქრისტიანობას შორის შემდეგშია. იუდაიზმი არის რელიგია, რომელიც ადიდებს ადამიანის ძალისხმევას და არ ტოვებს ადგილს მხსნელისთვის. ქრისტიანობა, რომელიც არის რელიგია, რომელიც უგულებელყოფს ყოველგვარ ადამიანურ ძალისხმევას და სადაც შეიგრძნობა მძაფრი მოთხოვნილება ხსნელში. აი რაში მდგომარეობს მთავარი განსხვავება. ებრაელებს არ სჭირდებათ ჩამნაცველი, ვინმე, ვინც მათ ნაცვლად აიღებს სასჯელს თავის თავზე მათი ცოდვებისათვის. ღმერთმა ისინი უნდა მიიღოს მხოლოდ აბრაამისგან წარმოშობის, მათივე სიკეთის, პრივილეგიებისა და დაპირებების საფუძველზე. ეს გახლავთ განსხვავება და არც კი იფიქროთ, რომ ამ ორ სისტემას შორის დიდი უფსკრული არ არსებობს. ებრაელები ვერ ხედავენ მხსნელის საჭიროებას, რომელიც მათ ინდივიდუალურად იხსნიდა ცოდვებისაგან. მათ უბრალოდ სჭირდებათ ის, რომელიც გაუმკლავდება მათ მტრებს და მოაშორებს მათ მთელ რიგ სირთულეებს, რომლებიც მათ გზაზე დგას. ქრისტიანებს კი სჭირდებათ მხსნელი, რომელიც იხსნის მათ პირადი უკანონობის, ბოროტებისა და ცოდვისაგან. ამრიგად, ყველა ებრაელს უნდა დაუსვან ეს კითხვა: გჭირდებათ მხსნელი, რომელიც თქვენს ადგილს დაიკავებს და ღვთის სამსჯავროს წინაშე წარსდგება თქვენი ცოდვებისათვის? გჭირდებათ მხსნელი? აი როგორ დგას საკითხი და ამაში მდგომარეობს მთელი ადამიანური არსებობის მორალური დილემა. 53 თავის მე-11 მუხლი. წავიკითხოთ. თავისი სულის ჯაფისაგან იხილავს ნათელს და დაკმაყოფილდება. თავისი სიბრძნით მრავალთ გაამართლებს ჩემი მართალი მსახური. გამოასწორებს მათ მდგომარეობას ღვთის წინაშე, მაგრამ როგორ და რა მათ ცოდვებს აიღებს. გამოსყიდვის აღსრულების შემდეგ იეჰოვას მსახური მრავალს გაამართლებს. იგი არის ის, ვინც ძველ აღთქმაში იყო აღთქმული ისრაელიანთა წიაღიდან გამოსული, აბრაამის შთამომავალი, დავითის შტოდან. ძველი აღთქმა ამბობს, რომ იგი ბეთლემში დაიბადებოდა, ხოლო ესაიამ თქვა, რომ იგი ქალწულისგან დაიბადებოდა. მაგრამ სანამ იგი არ მოვიდა, ჩვენ არ ვიცოდით თუ ვინ იყო ის და მათაც არ შეეძლოთ სცოდნოდათ ვინ იყო ის. მაგრამ როდესაც ის მოვიდა, ჩვენ ვიცით ვინ არის ის, რადგან მისი ნათლობისას მამა ღმერთის ხმა გაისმა ზეციდან: ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მე მოვიწონე. რას გულისხმობდა ღმერთი ამით? ის იმეორებდა ესაიას წიგნის 42 თავის პირველ მუხლს. აჰა, ჩემი მორჩილი, რომლისთვისაც ხელი მაქვს ჩავლებული, ჩემი რჩეული, რომელიც მოისურვა ჩემმა გულმა, მასზე გარდა მომავლინე ჩემი სული, ის გაუჩენს სამართალს ხალხებს. ზუსტად ეს მოხდა მისი ნათლობისას. სულიწმიდა მასზე მტრედის სახით გადმოვიდა.
ყოვლის შემძლე მსახური ღმერთი მამის მოწმობისა და სულიწმიდის გადმოსვლის თანახმად არავინაა თუ არა იესო ქრისტე. ის არის ღვთის კრავი, რომელიც იღებს ქვეყნიერების ცოდვას. დასასრულს გადავშალოთ მოციქულთა საქმეების მერვე თავი. მინდა დავასრულოთ ციტატით, რადგან შეუძლებელია ამის გარეშე. გახსოვთ ფილიპე და საჭურისი მოციქულთა საქმეების მერვე თავში? სულიწმიდამ უთხრა ფილიპეს, რომ მიახლოებოდა ეტლს, რომელშიც საჭურისი კარის მოხელე იჯდა. ის მიუახლოვდა მას, ხოლო საჭურისი წარმართი პროზელიტი იყო, რომელიც იუდაიზმზე მოექცა. იგი იერუსალიმში მიემგზავრებოდა და ეხლა ესაია წინასწარმეტყველის წიგნი ჰქონდა გადაშლილი და კითხულობდა. ფილიპემ ჰკითხა მას 30 მუხლი. თუ გესმის, რასაც კითხულობ? მან კი მიუგო, როგორ გავიგებ თუ კი არავინ განმიმარტავს და სთხოვა ფილიპეს, ასულიყო და მის გვერდით დამჯდარიყო. ეხლა წმიდა წერილის ის ადგილი, რომელიც მან წაიკითხა, ასეთი იყო. კრავივით მიიყვანეს დასაკლავად და როგორც ცხვარი უხმოდა მისი მპარსველის წინაშე, ისე მასაც არ დაუძრავს კრინტი. მისი სიმდაბლის გამო წაერთვა სამართალი და მის გვარტომს ვინ განგვიმარტავს, რადგანაც მიწიდან აღიხოცა სიცოცხლე მისი. პირდაპირ ესაიას 53 თავიდან. საჭურისმა ფილიპეს უთხრა, გემუდარები, ვიზე ამბობს წინასწარმეტყველი ამას, თავის თავზე თუ სხვაზე? ვიზე საუბრობს, რა საოცარია? ფილიპემ გახსნა ბაგენი და ამ წერილიდან მოყოლებული ახარებდა მას იესოს. ჩემო ძვირფასებო, ზუსტად ამას გავაკეთებთ ჩვენც. იესოს სასიხარულო ცნობას სწორედ ამ წმიდა წერილიდან დავიწყებთ. მამაო, გმადლობთ დღევანდელი გატარებული სასიხარულო დროისთვის, თაყვანისცემის დროისთვის, შენი სიტყვისა და შენი ძის განდიდების დროისთვის, ჩვენი მხსნელის სიდიადეზე ფიქრის დროისთვის. უფალო, გევედრებით, დარჩი ჩვენთან და გვაკურთხე, მისი მშვენიერი სახელით ვლოცულობთ. ამინ. ქადაგების დასასრული.